მოგესალმებით ეთერში ახალი 3-ზე თორნიკე გვერდჩილაძესთან ერთად. ბიზნეს ივანიშვილთან მთავრობის ახალ შემადგენლობასთან დაკავშირებით კონსულტაციები ამ დრომდე გრძელდება. რამდენიმე წუთის წინ ბიზნეს ცენტრში ირაკლი ალასანია და სოზარ სუბარი მივიდნენ. დილიდან კოალიციის ლიდერთან შეხვედრაზე იმყოფებიან რამა საყვარელიძე და გია ხუხაშვილი. რამდენიმე წუთის წინ კი რეზიდენცია გიორგი მარგველაშვილმა უკომენტაროდ დატოვა. ახალი მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა სავარაუდოდ დღეს გახდება ცნობილი განცხადება ამის შესახებ კოალიციის წევრმა დავით ზურაბიშვილმა გააკეთა. რაც შეეხება ხელისუფლების გადაბარების პროცესს, ზურაბიშვილი ამბობს, რომ მოქმედ ხელისუფლება და ქართული ოცნება ქვეყნისთვის პრინციპულ საკითხებზე თანხმდება. კოალიციის წევრის განცხადებით ოპოზიციას ხელისუფლების კონტროლის რეალური ბერკეტი უნდა მიეცეს. ზურაბიშვილს მიაჩნია, რომ მთავრობაში რამდენიმე მინისტრის დანიშვნა მხოლოდ ოპოზიციის თანხმობით უნდა ხდებოდეს. ხელისუფლების გადაბარება ბუნებრივია მოხდება, როდესაც შეიკრიბება პარლამენტი, დაამტკიცებს ახალ მთავრობას და დაიკავებს ეს ახალი მთავრობა და მთავრობის წევრები თავიანთ პოსტებს დაიკავებენ. მანამდე მიდის ეს პროცესი, რომელიც შეიძლება თქვა, რომ მიდის ნორმალურად ძალიან, არის რაღაც სადაო საკითხები შეიძლება წმინდა ტექნიკური სახის. მე პრინციპული სახის უთანხმოება არ არის ახლა ძალიანაც რომ ინდოდეს ვერ დააბრალებ. ოპოზიციას უნდა არის ძალაუფლების ნაწილი, მას უნდა კონდეს ძალაუფლების წილი, მას უნდა კონდეს ბერკეტები იმისთვის, რომ ხელისუფლებას არა მარტო აკრიტიკოს, არამედ რაღაც ზეგავლენა მოახდინოს იმ გადაწყვეტილებაზე, ვთქვათ. ეს შეიძლება იყოს, ვთქვათ, ერთი ან რამდენიმე საპარლამენტო კომიტეტი, რომელიც ითვალისწინებს კონტროლს. პარლამენტის მდებარეობის განსაზღვრაზე ახალ პარლამენტში იმსჯელებენ რესპუბლიკური პარტიის წევრის დავით ზურაბიშვილი ამბობს, რომ საკანონმდებლო ორგანოს დედაქალაქიდან ქუთაისში გადატანა შეცდომა იყო. ზურაბიშვილის განცხადებით მიუხედავად იმისა, რომ კოალიციაში საკანონმდებლო ორგანოს გადატანას არ ეთანხმებიან, კონსტიტუციის თანახმად პირველი სხდომა პარლამენტის ახალ შენობაში ქუთაისში გაიმართება. პარლამენტის ქუთაისში გადატანა იყო არასწორი გადაწყვეტილება. გარკვეულწილად ლოგიკური ხელისუფლების მხრიდან, სააკაშვილის მხრიდან, იმდენად რამდენადაც თუ ჩათვლი რომ ეს საკანონმდებლო ორგანო და პარლამენტი არ გჭირდება და არის დეკორაცია цаრიელი, რაღაც ნაზვის ხეზე რომ სათამაშოებს ჩამოკიდებენ, რაღაც ეგეთ დეკორაცია თუ არა, ხანდახან შეკრიბა რაღაცას ელაპარაკებენ და წავლენ მერე და უჩვენებ ტელევიზორში, ამისთვის თუ გჭირდება კი, მაგრამ თუ რეალურად სამუშაო მექანიზმად გინდა და ხელისუფლების ერთ-ერთი შტოა. მაშინ უაზრობა მთავრობა იყოს ერთ ქალაქში, პარლამენტი მეორე ქალაქში. ბუნებრივია პირველ სხდომას რა მიუხედავად ამ ძიმე პირობებისა აუცილებლად ჩავატარებთ ქუთაისში და რაც შეეხება შემდგომში მეც ეს მე მგონი თუ კონსტიტუცია ერთსულეები რო შეიძლება ჩვენ ვაპირებთ რომ რეალურად ორი თვე უნდა იმას რომ იყოს ამაზე მსჯელობა. ამაზე გერმანს მსჯელობა ხალხის აზრის გათვალისწინებით, საზოგადოების ექსპერტების აზრის, ყველა აზრის გათვალისწინებით მიღებული იქნება გადაწყვეტილება რა უნდა. ტელეკომპანია NTV 2008-2012 წლების მოწვევის საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის გივი თარგამაძის და რუსეთის მემარცხენე ფრონტის ლიდერის სერგეი უდალცოვის შეხვედრის ამსახველი ფარული ვიდეო ჩანაწერი გაავრცელა. რუსული მედიის ცნობით NTV-ს ეთერში გასული ვიდეო ჩანაწერის მიხედვით გივი თარგამაძისა და სერგეი უდალცოვს რუსეთში რევოლუციის ორგანიზება სურდათ. საუბრის მიხედვით რევოლუცია შესაძლოა კალინინგრადში დაწყებულიყო, სადაც რუსეთი დამატებით ჯარებს ვერ გადაისროდა, რადგან ამის გაკეთება ნატოს წევრი ქვეყნების ტერიტორიის გავლით მოუწევდა. NTV-ს მტკიცებით სერგეი უდალცოვი ქართული კურატორებისგან ძალისმიერი აქციების ორგანიზებისთვის თვეში $35,000 იღებს და ეს მხოლოდ დასაწყისია. ფილმის მიხედვით საქართველოსთან ლამის მთელი ოპოზიციურად განწყობილი რუსი ჟურნალისტები და ბლოგერები არიან დაკავშირებულნი. Бывших афганцев, всех, кто может быть полезен в борьбе. Это у нас стабильно есть. Уже есть. Да. Это есть. Нет, если разговор идет о нормальной организации, о перспективах политически серьезных, то, конечно, это другие деньги, да. Нет, я чтобы надо понимать, то есть, это сейчас вот решается. Это точно есть. Пока ориентируемся на это, сейчас будет ясно. Потому что сейчас у нас очередная задача, все, график выстраивать, у меня суть проходит, начинаем ездить.
რის საფუძველზე გადასცა თავდაცვის სამინისტრომ სამოქალაქო სექტორში დასაქმებული ჩინოვნიკებისა და შეერაღებული ძალების ოფიცრებზე 700.000 ლარის პრემია ამ დრომდე უცნობია. ინფორმაციის მიხედვით, რომელიც გუშინ სამინისტროს თანამშრომელმა ვახტანგ კეკელიამ მეცხრე-არხს ექსკლუზიურად მოაწოდა, დასტურდება, რომ სამინისტროს ადმინისტრაციაში 3 თვის წინ დასაქმებულ 72 საჯარო მოხელეზე მინისტრ დიმიტრი შაშკინის ბრძანებით 5,000-დან 100,000 ლარამდე ოდენობის ფულადი ჯილდოებია გაცემული. მინისტრის ბრძანება კი 2 ოქტომბრით თარიღდება. ამავდროულად დიმიტრი შაშკინის განკარგულებით საბიუჯეტო თანხა თავდაცვის სამინისტროს 295 სამხედრო მოსამსახურე პირის პრემიებისთვისაც გაიცა. 3 ოქტომბრით თარიღდება კიდევ ერთი განკარგულება, რომელიც სამინისტროს ავტოსატრანსპორტო საშუალებების რემონტისთვის ბიუჯეტიდან 300,000 ლარის გამოყოფას გულისხმობს. თავდაცვის სამინისტროს საბიუჯეტო ხარჯების მიზნობრიობის შესახებ კითხვას ამ დრომდე არ პასუხობს. პრემია იწყებოდა 5,000 ლარიდან და ავდიოდა 100,000 ლარამდე. საერთო ჯამი მერყევლს დაახლოებით 600,000-დან 700,000 ლარამდე ლარის ფარგლებში უბრალოდ რა. და არ მოიაზრებოდა რომ ის ადამიანი რომელიც საქმეს აკეთებს ან აკეთებდა თუ რაღაცა მაგი არ იყო. ანუ ის რაღაც გარკვეულწილი იყო 72 კაცზე, რომელიც იყო იმ გუნდის წევრი, ესე რომ ვთქვათ, რომელიც მოყვა ბატონ დიმიტრი შაშკინს. ტელეკომპანია იმედი ყველა გასართობ გადაცემას ხურავს და საინფორმაციო მაუწყებლობაზე გადადის. ამის შესახებ ტელეკომპანიამ ოფიციალური განცხადება დღეს გააკეთა. დღეს, როდესაც ჩვენმა ქვეყანამ და ხალხმა მსოფლიო საჩვენა დემოკრატიის სანიმუშო მაგალითი, როდესაც პირველად ჩვენი ქვეყნის ისტორიაში მომსწრენი ვართ ხელისუფლების დემოკრატიული არჩევნების წესით მშვიდობიანი და თავისუფალი ტრანზიციისა, როდესაც მმართველი პოლიტიკური ძალა პირველად უთმობს ხელისუფლებას ოპოზიციას ხალხის მიერ საარჩევნო ყუთთან გაკეთებული არჩევნის შედეგად, ჩვენ იმედის ყველა ჟურნალისტ და თანამშრომელს ისევე როგორც საქართველოს ყველა მოქალაქეს გვაქვს საფუძველი ვიამაყოთ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული მონაპოვარით. აშკარაა, რომ ჩვენი ბოლო წლების საერთო მცდელობა აგვეშენებინა დემოკრატიული საქართველოს წარმატებით მიმდინარეობს. ამიტომ მიგვაჩნია, რომ ახლა როგორც არასდროს მნიშვნელოვანია უკვე მიღწეული დემოკრატიის ხარისხის დაცვა და უფრო მეტად განვითარება. ახლა როგორც არასდროს მნიშვნელოვანია სიტყვის თავისუფლების უზენაესობის ერთგულება და ჯანსაღი პოლიტიკური კონკურენციისა და კონსტრუქციული ოპონირების გარემო შენარჩუნება. აქედან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ ტელეკომპანია იმედის განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა, რომ ისევე როგორც აქამდე ამჯერადაც დადგეს დემოკრატიის სადარაჯოზე და უზრუნველყოს ჩვენი საზოგადოების მიუკერძოებელი, ობიექტური და დაბალანსებული ინფორმირება ქვეყნის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მიმდინარე პროცესების შესახებ. ამიტომ ჩვენი ტელეკომპანია იცვლის ფორმატს და იწყებს ეტაპობრივ გადასვლას ძირითად სამაუწყებლო ფორმატზე, რომელიც საზოგადოებას მთელი დღის განმავლობაში მიაწვდის ახალ ამბებს, ეთერს დაუთმობს სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს და მაყურებელს შესთავაზებს პოლიტიკური და სოციალური ხასიათის თოქ-შოუების მრავალფეროვნებას. ახლა ტელეკომპანია იმედის, ისევე როგორც ყველა ჟურნალისტის, ყოველი მოქალაქისა და მათ შორის ახალი დემოკრატიული წესით არჩეული ხელისუფლების ვალია დაიცვათ და გავუფრთხილდეთ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ მონაპოვარს. იმედი გვაქვს, რომ ახალი ხელისუფლება ღირსეულად გააგრძელებს წინა ხელისუფლების მიერ დატოვებულ დემოკრატიულ მემკვიდრეობას. ხელს არ შეუშლის თავისუფალი მედიის მუშაობას და არანაირი ფორმით არ შეეცდება თავისუფალი სიტყვის შეზღუდვას. ნათქვამია იმედის განცხადებაში. დღესვე გადაცემის დახურვასთან დაკავშირებით საკუთარ Facebook-ის გვერდზე განცხადება ნანუკა ჟორჟოლიანმაც გააკეთა. საზოგადოებრივ მაუწყებელზე ეკა ხოფერიას და ვახო სანაიას გადაცემები დახურეს. ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებმა სოციალურ ქსელში გაავრცელეს. წამყვანებისთვის და მათი გადაცემის დახურვის მიზეზი ამ დრომდე უცნობია. სანაიას ინფორმაციით საინტერესო შემოთავაზებების მიუხედავად ის საზოგადოებრივ არხთან ევროკავშირის დაფინანსებული გადაცემის ფორმატში თანამშრომლობას განაგრძობს და დახურული გადაცემის აღდგენისთვის ბრძოლას აპირებს. ხოფერია კი ჯერჯერობით მხოლოდ ჟურნალ City-ს რედაქტორად რჩება. მე მოვითხოვე, რომ ყოფილიყო ღია ეთერში გასულიყო გადაცემა და ამ ჩემი მოთხოვნიდან 3 თუ 4 საათში მე შევხვდი ჭანტურიას და მან თქვა, რომ გადაცემა აღარ გავა ეთერში. მოიყვანა რაღაც მიზეზები ბიუჯეტთან დაკავშირებით, რომელიც ხა ჩემს ამ შემთხვევაში გაუგებარ, იმიტომ რაღაც იანვრამდე ქონდა ჩვენ კონტრაქტები და რატო გაგვიგრძელეს და ასევე თქვა, რომ ეხლა მთლიანად უნდა შეიცვალოს ბადე და პირველმა არხმა უნდა დაიწყოს საგამოძიებო ჟურნალისტიკა ეხლა. 2 დღის განმავლობაში
შემთხვევაში ცოტა ურთიერთ გამომრიცხავ რაღაცებს ვისმენდი მისგან. და გუშინ საღამოს, როდესაც უკვე გადაცემის თითქმის ყველა სტუმარი დაპატიჟებული მყავდა, მან მითხრა რომ აჩერებს ამ გადაცემას, იმიტომ რომ არ უნდა რომ მე წავიყვანო საზოგადოებრივ მაუწყებელზე პოლიტიკური მიმართულების გადაცემა. რამდენჯერმე ჩავეკითხე, რომ მე თქვა ჩემთვის სამოტივაციო ნაწილი, იმიტომ რომ ეს არ დარჩებოდა ბუნებრივია ჩვენ შორის რაღაც პრივატულ საუბრად, ეს არ არის რაღაც ჩვენ შორის საუბარი მხოლოდ, ეს არის ლაპარაკი საზოგადოებრივ მაუწყებელზე. მან ვერანაირი მიზეზი ვერ მითხრა უბრალოდ რომ მე არ უნდა წავიყვანო პოლიტიკური მიმართულების გადაცემა ამ არხზე. Global TV-სა და Maestro სატელიტურ თებშებს ყადაღა მოიხსნა წერილი სასამართლოდან კომპანიის ხელმძღვანელობამ. რამდენიმე 2 ოქტომბრით ათარიღებული წერილი მიიღო. ყადაღა პროკურატურის მოთხოვნით მოიხსნა Global TV-ს ანტენებთან ერთად. ყადაღა კიდევ 7 კომპანიას მოიხსნა. საქართველოს პროკურატურამ Global Contact Consulting-ის მფლობელობაში არსებული დაუმონტაჟებელი სატელევიზიო ანტენების დროებით დაყადაღების გადაწყვეტილება 21 ივნისს მიიღო. გაირკვა საბუთიდან ის ფაქტის, რომ რეალურად არა მარტო Maestro და Global TV იყო დაყადაღებული, არამედ იქ რამდენიმე კომპანია ჩანდა კიდე, რომლებიც დაყადაღებული იყო და რომლებიც ავტომატურად ხმას არ იღებდნენ ამ ყადაღასთან დაკავშირებით. ყოველივე ამის დადგენის შემდეგ ჩვენ დავიწყებთ უკვე ფაქტურად ზარალის დათვლას, რომელიც ისედაც დიდი იყო და იმედოვნებ, რომ შეიძლება აღარ გაიზარდოს, ასე რომ ვთქვათ. დავიწყებთ უკვე თანამშრომლების გამოძახებას, გამოთხოვნას, დათხოვნილი თანამშრომლების, რომლებიც 1000-ზე მეტი იყო დათხოვნილი ამ ფაქტის გამო. საარჩევნო დარღვევების შესახებ დავებს სამართლიანი არჩევნები აწარმოებს ორგანიზაციამ საარჩევნო ადმინისტრაციებსა და სასამართლოში ამ დრომდე 125 საჩივარი და 5 სარჩელი წარადგინა. ჩვენ ახლა საშუალება გვაქვს პირდაპირ ეთერში ორგანიზაციის ხელმძღვანელს ნინო ლომჯარიას გავესაუბროთ. მოგესალმებით კალბატონ ნინო. მოგესალმებით. კალბატონ ნინო, კონკრეტულად რა დარღვევებზია საუბარი და რა დარღვევებს განიხილავს სასამართლო და პროცედურულად რა დრო სჭირდება ამ დავების განხილვას, რა გითხრათ? მოგახსენებთ, რომ ამ დროისათვის უკვე დასრულდა ის ვადები, რაც საჭირო იყო კენჭისყრის დღის დარღვევებთან დაკავშირებით საოლქო საარჩევნო კომისიებში დავების განხილვისათვის. სამართლიანმა არჩევნებმა კენჭისყრის დღის დარღვევებთან დაკავშირებით საუბნო კომისიებში წარადგინეს 66 საჩივარი, ხოლო საოლქო კომისიებში 58 საჩივარი. ძირითადად არჩევნების დღის დარღვევები შეეხებოდა დამკვირვებლის უფლებების შეზღუდვის ფაქტებს, მარკირებასთან დაკავშირებით პროცედურული ხასიათის დარღვევებს, არაუფლებამოსილი პირების ყოფნა საარჩევნო უბანზე, ხმის დათვლის პროცედურის დროს ჩადენილ დარღვევებს, ასევე სხვა პირის ნაცვლად ხმის მიცემის ფაქტებს, სხვა არასათანადო დოკუმენტაციით ხმის მიცემის ცდელობას და ასე შემდეგ. ძირითადად იმ სერიოზულ დარღვევებთან დაკავშირებით ჩვენ უკვე საჩივრები წარვადგინეთ საოლქო საარჩევნო კომისიებში, სულ 30 საოლქო საარჩევნო კომისიაში წარვადგინეთ საჩივრები და ძირითადი მოთხოვნები, რასაც ჩვენ ვაყენებთ, ეს არის კომისიის წევრების როგორც დისციპლინური, ასევე ადმინისტრაციული პასუხისგებლობა, ასევე მნიშვნელოვან დარღვევებთან დაკავშირებით ვაყენებთ საუბნოს კომისიის შემაჯამებელი ოქმების ბათილობას და შედეგების გადათვლას და საუბნო კომისიის არჩევნების შედეგების ბათილაცნობას. ამ წუთას შემიძლია განმოცხადო საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, რომ ჩვენ მიერ დაყენებული იქნა 9 მოთხოვნა უბნის შედეგების ბათილობასთან დაკავშირებით და აქედან 8 არ დაკმაყოფილდა, მხოლოდ ერთ შემთხვევაში საზღვარგარეთ კიევის უბნის შედეგები იქნა ცნობილი ბათილად. რაც შეეხება ოქმის ბათილობასა და შედეგების გადათვლას, ასევე 9 მოთხოვნიდან მხოლოდ დაკმაყოფილდა 3 მოთხოვნა და 6 შემთხვევაში შედეგები არ იქნა გადათვლილი. არის თუ არა საუბარი ისე დარღვევებზე, რომელმაც შესაძლოა გადაწყვიტა ამა თუ იმ მაჟორიტარული დეპუტატობის კანდიდატის ბედი? ორ ოლქთან დაკავშირებით ვიტყოდი, რომ მსგავსი საჩივრები არსებობს. ერთი ეს არის გორის საოლქო კომისიაში წარდგენილი საჩივარი, სადაც ვიტყობთ 111 სპეციალური საარჩევნო უბნის მაჟორიტარული არჩევნების შედეგების ბათილაცნობას. ამ ოლქში მოგეხსენებათ საკმაოდ ახლოს არის მაჟორიტარული კანდიდატების შედეგები, ასევე სიღნაღის საარჩევნო ოლქში წარდგენილი ქონდა ნომერ მე-5 უბნის შედეგების ბათილაცნობა, სადაც აშკარა იყო, რომ ადგილი ქონდა უბნის შემაჯამებელი ოქმის გაყალბებას. რაც შეეხება უკვე ამასთანავე დავამატებდი, რომ მარნეულის საარჩევნო ოლქთან დაკავშირებით სარჩელი გვაქვს წარდგენილი სასამართლოში და ვითხოვთ მთელი ოლქის შედეგების გადათვლას. რაც შეეხება უკვე გახმაურებულ ფაქტებს, იგივე ხაშურის საოლქო ერთ-ერთ უბანზე მომხდარ ფაქტს, სადაც ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლები იყვნენ უბანზე მობილიზებულები და იგივე ვთქვათ ზუგდიდში რაც ხდებოდა
სადაც ვიდეო კადრებიც არსებობს იმის თუ როგორ ხდება გაყალბება არჩევნებზე. აი ამასთან დაკავშირებით თუ გაქვთ არჩეული მომზადებული და რას აპირებთ ზოგადად ამ მიმართულებით? რა თქმა უნდა, ხაშურთან დაკავშირებით ორ უბანზე ჩვენი დამკვირვებელი უშუალოდ შეესწრო ამ ფაქტებს, იყო თვითმხილველი ადგილზე ნიღბიანი პირების შეჭრისა. ამასთან დაკავშირებით წარდგენილი გვაქვს ხაშურის საოლქო კომისიაში საჩივარი და ვითხოვთ ამ უბნების შედეგების ბათილაცნობას. ამასთან დაკავშირებით დავძენდი, რომ ერთ-ერთ უბანზე ჩვენს დამკვირვებელს გააჩნია შემაჯამებელი ოქმი ხელთ, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამ უბნიდან უკვე მოგვიანებით აღნიშნული პირების შეჭრის შემდეგ შედგა სხვა ოქმი უბანზე და ის ოქმი ბუნებრივი არ შეესაბამება ოქს, რომელიც ჩვენ დამკვირვებელს გააჩნია ხელთ. ანუ ამ შემთხვევაში უკვე სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები გვაქვს სახეზე, ანუ საარჩევნო დოკუმენტაციის გაყალბება. ამ მოთხოვნებთან დაკავშირებით, რომ ბათილად ყოფილიყო ცნობილი შედეგები ამ უბნებზე, საოლქო საარჩევნო კომისიამ სამწუხაროდ არ იმსჯელა და მისი განცხადებით ეს ინფორმაცია გადაგზავნილია პროკურატურაში და იგი დაელოდება პროკურატურის მიერ ფაქტების გამოძიებას. თუმცა ჩვენ ვფიქრობთ, რომ საოლქო კომისიას ყველა შემთხვევაში მას თავად უნდა ემსჯელა აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით და რა თქმა უნდა პროკურატურა დამატებით უნდა ჩაერთოს აღნიშნული დარღვევების გამოძიებაში. ასევე ზუგდიდთან დაკავშირებით ჩვენ შეტანილი ქონდა სარჩელი ერთ-ერთი უბნის შედეგების გადათვლასთან დაკავშირებით და შემაჯამებელი ოქრის ბათილაცნობასთან დაკავშირებით საუბარი უბანზე, სადაც გადასწორებული იქნა შედეგები მაჟორიტარული არჩევნებისათვის, თუმცა სამწუხაროდ ზუგდიდის კომისიამ არ დააკმაყოფილა აღნიშნული მოთხოვნა. ქალბატონ, რაბადებზეა საუბარი, რაბადებში უნდა მოხდეს, რაბადებში დასრულდება ზოგადად ეს გასაჩივრება და გაქვთ თუ არა იმის იმედი, რომ მოხდება დააკმაყოფილება თქვენი არჩევნების? საჩივრებისა და სარჩელების განხილვა უნდა დასრულდეს მანამ, სანამ ოფიციალურად ცესკო შეაჯამებს შედეგებს, ანუ 18 არჩევნების დღიდან 18 დღის განმავლობაში უნდა დასრულდეს ყველა ტიპის საჩივრისა და სარჩელის განხილვა სასამართლოში, შესაბამისად ჩვენს მიერ და სასამართლოების მიერ აღნიშნული ვადების დაცვას აქვს ადგილი. აქედან გამომდინარე, მას შემდეგ რაც ყველა დავა იქნება დასრულებული და განხილული კომისიებსა და სასამართლოში, უკვე ცენტრალური საარჩევნო კომისია შეაჯამებს არჩევნების შედეგებს. ძალიან დიდი მადლობა ჩვენ შეკითხვებს პირდაპირ ეთერში სამართლიანი არჩევნების ხელმძღვანელი ნინო ლომჯარია პასუხობდა. ეს არის ახალი სამზე განმაგზავნებთ გამოშვებას ცესკო თეთრი წყაროს 31 უბანთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება. განცხადება ამის შესახებ ცესკოს პრესსპიკერმა ეკა აზარაშვილმა სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა. ცესკოს სხდომაზე დღეს თეთრი წყაროს 31 უბნიდან დალუქული დოკუმენტაცია გაიხსნა, საიდანაც ამოღებული იქნა კენჭისყრის ჩანაწერთა წიგნი და დადგინდა იმ პირთა ვინაობა, ვინც აღნიშნულ უბანზე საარჩევნო პროცესს ესწრებოდა. იმ შემთხვევაში თუ კი ცესკოს ხმების ხელახლა დათვლის საშუალება ექნება, აღნიშნული პირები გაფრთხილებულები იქნებიან და მათ პროცესზე დასწრების საშუალება მიეცემათ. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ თეთრი წყაროს ოლქში გადაითვალოს თავიდან 31 უბნის ხმები, თუმცა ცესკოს ეს გადაწყვეტილება არის გასაჩივრებული სასამართლოში, სადაც პროცესი ჩანიშნულია ხვალ, სანამ სასამართლო არ მიიღებს გადაწყვეტილებას, მანამდე ცესკოს არ აქვს საშუალება, რომ გადაითვალოს ეს ხმები. დღეს სხდომაზე მხოლოდ გაიხსნა დალუქული დოკუმენტაცია, საიდანაც ამოღებული იქნა კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნი, სადაც არის აღნიშნული იმ პირთა ვინაობა, ვინც ესწრებოდნენ 31 უბანზე საარჩევნო პროცესს, ისინი იქნებიან გაფრთხილებულები და მათ ექნებათ საშუალება, რომ თუ კი ცესკო გადაითვლეს ამ ხმებს თავიდან და დაესწრონ და დააკვირდნენ გადათვლის პროცესს. მარნეულში გუშინ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი საქართველოს მთავარ პროკურატურას მიმართავს და ღონისძიებების გატარებისკენ მოუწოდებს. ომბუდსმენი მხარეებსაც მიმართავს და სთხოვს მიიღონ ეფექტური ზომებით ძალადობრივი ქმედებების აღკვეთის მიზნით. საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებული შეხვდა და ახსნა განმარტებები ჩამოართვა მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელს ზაზა დეგანოიძეს და გამგეობის თანამშრომელს მერაბ სიხარულიძეს. მათი განმარტებით 2012 წლის 5 ოქტომბერს დაახლოებით 16 საათზე მარნეულის გამგეობის შენობასთან შეიკრიბა კოალიცია ქართული ოცნების რამდენიმე ათეული აქტივისტი. ჩვენს ხელთ არსებული ახსნა განმარტებების თანახმად ისინი გამგეობის თანამშრომლებს აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას და ითხოვდნენ შენობის დატოვებას. ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს გამგებელს ზაზა დეგანოიძეს და გამგეობის თანამშრომელს მერაბ სიხარულიძეს, რის შემდეგაც ისინი გადაყვანილი იქნენ მარნეულის საავადმყოფოში. სამედიცინო ჩანაწერების თანახმად ორივე მათგანს აქვს ქალატვინის დახურული ტრავმა, ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სარჩელის განხილვას ხაშურის რაიონული სასამართლო დღეს აგრძელებს. იურისტთა ასოციაცია ხაშურის ოლქის 7 უბანზე არჩევნების შედეგების გაუქმებას ითხოვს. მათ შორის არის მე-3, მე-10 უბნები, საიდანაც ბიულეტენები პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმებმა გაიტანეს. 7-დან 1 უბნის გაუქმების შემთხვევაშიც კი მაჟორიტარებს შორის ქართული ოცნების წარმომადგენელი დაწინაურდება. ამჟამინდელი მდგომარეობით კი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი ქართული ოცნების წარმომადგენელს არჩევნებს დაახლოებით 400 ხმით უგებს. ჩვენ პროცესს მაინც გავაგრძელებთ და ჩვენ ვიდროამან ორგანიზაციით ვთქვათ, იქ უნდა საერთოდ გაუქმდეს და ახლად ჩატარდეს არჩევნები. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დამკვირვებლები ვითხოვდით 7 უბანზე კენჭისყრის შედეგების ბათილაცნობას მთელი რიგი დარღვევების გამო. დღეს გადაიდო პროცესის განხილვა, იმიტომ რომ ძალიან გაჭიანურდა, ჩვენ ძალიან ბევრი დაახლოებით 20-მდე ადამიანი მოწმისახით დავკითხე და თითოეულმა მათგანმა დაადასტურა ის გაუგუნარი კანონდარღვევები, რასაც ხაშურის სხვადასხვა უბანში ადგილი ჰქონდა. ხმაურით მიმდინარეობდა ლაგოდეხის მე-15 საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომა, სადაც საიას საჩივრებს განიხილავდნენ. ორგანიზაცია არასრულყოფილად შევსებულ შემაჯამებელ ოქმებზე მიანიშნებდა და შესაბამისი პასუხისმგებელი პირების ადმინისტრაციული წესით დაჯარიმებას ითხოვდა. თუმცა სარჩელები არ დაკმაყოფილდა. საიას დამკვირვებლები გადაწყვეტილების გასაჩივრებას სასამართლოში გეგმავენ. ის შეცდომები, რაც გუშინ იყო, როგორც კომისიამ აღნიშნა, რადიკალურად განსხვავდებოდა დღეს არსებული შეცდომებისაგან. ანუ ამასთან დაკავშირებით თქვენ მოისმინეთ მოსაზრება, რაც გუშინ იყო, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ის იყო 100%-იანი სამართალდარღვევა, რადიკალურად განსხვავდებოდა დღევანდელი სიტუაცია გუშინდელისაგან. ამ მოტივით, რომ მონაცემები საბოლოოდ არ შეცვლილა, შედეგი არ დამდგარა, რიცხვით არ გადაკეთდა, კატეგორიულად არ ვეთანხმებით, ამას აუცილებლად გავასაჩივრებთ სასამართლოს წესით. კოალიცია ქართული ოცნების სენაკის შტაბის წევრები არჩევნების გაყალბების ფაქტებზე საუბრობენ. ინგა ქარდავას განცხადებით, კოალიციის დამკვირვებლებმა სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოსირის 38 საარჩევნო ოლქზე ყალბი დოკუმენტები აღმოაჩინეს. ქარდავას თქმით, ნაპოვნ პირადობის მოწმობებსა და საარჩევნო ბიულეტენების ქსერო ასლებს ნაციონალური მოძრაობა არჩევნების გაყალბების მიზნით ეგრეთ წოდებული კარუსელებისთვის იყენებდა. ჩვენ ეს მასალები მივიღეთ ნომერ 38 საარჩევნო ოლქიდან. როცა ამ უბნის კომისიის თანამშრომლებმა, კომისიაში მყოფმა ნაციონალებმა პარკით გაიტანეს, ჩვენს ხალხმა ეჭვი მიიტანა ამასთან დაკავშირებით, რომ გაყვნენ მას უკან აღმოჩნდა აი ასეთი პასპორტები, აი ესეთი ბლოკნოტებზე მოხეული და ასევე არის იქ ბიულეტენების ნაგლეჯებით, რომელიც მზადდებოდა გადასაყრელად გაამზადეს. აი ესეთი ფაქტებით, აი ესეთი გაყალბებით ხდებოდა სენაკში არჩევნები. ზუგდიდში არჩევნების ტოტალურად გაყალბების შესახებ მოსახლეობაც ალაპარაკდა. ქართული ოცნების ზუგდიდის ოფისს ბოლო დღეების განმავლობაში ათეულობით მოქალაქე მიმართა, რომლებიც არჩევნების დღეს და წინა პერიოდში დაფიქსირებული დარღვევების შესახებ ყვებიან და პარტიის შესაბამის დეპარტამენტს გამოძიებისთვის საჭირო ინფორმაციას აწვდიან. ერთ-ერთი ქალბატონი მეცხრეარს უყვება, რომ არჩევნების წინა დღეს ზუგდიდში ქართული ოცნების მომხრე ოჯახებს ეგრეთ წოდებული ზონდერები, კუდის აგენტები და სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პოლიციის თანამშრომლების სახლში შეუვარდნენ და მათ 5 ნომრის შემოხაზვა მოსთხოვეს. იმის ინფორმაციით იყო ადამიანთა გატაცების ფაქტების დაშინების მიზნით. ზუგდიდის მოსახლეობა ყველა ამ ფაქტის გამოძიებას და მოზალადების დასჯას მოითხოვს. უვარდებოდნენ ოჯახებში, აშინებდნენ, თუ კი არჩევნების დღეს არ მიიღებდნენ არჩევნებში მონაწილეობას და კონკრეტულად არ შემოხაზავდნენ 5-იანს, არჩევნების მოგების შემთხვევაში ძალიან დიდი ტანჯვა ელოდა მაგათ ოჯახს, დაუპატიმრებდნენ შვილებს და ასე შემდეგ. საოცარი ის არის, რომ პირდაპირ იმ ოჯახებში მიდიოდნენ, თითქოს მათ უკვე წინასწარ იცოდნენ, ვინ იყო ქართული ოცნების მხარდამჭერი. პროტესტი გარდაბანში ქართული ოცნების მხარდამჭერებმა არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით გარდაბნის რაიონის სოფელ მარტყოფში საპროტესტო აქცია გამართეს. ამომრჩევლები სამართლიანობის აღდგენას ითხოვენ. გარდაბნის რაიონში გამგეობის წინ კი კარვებია გაშლილი. რაიონის სხვადასხვა სოფლის 5 მოქალაქემ შიმშილობა გამოაცხადა, ისინი სამართლიანობის აღდგენას ითხოვენ და კენჭისყრის შედეგებს აპროტესტებენ. ადგილობრივების განცხადებით, მათი პროტესტი გამოწვეულია გარდაბნის რაიონში საარჩევნო უბნებზე სხვადასხვა პროცედურული დარღვევებით.
მინდა რომ თითოეული ხმა იყოს გამართული, სამართლიანი, რომ გაიმარჯვოს ჩვენმა ხალხმა. მოთხოვნა არის ერთი, რომ გარდაბანში შესრულდეს სამართლიანად პროცედურა, ასე ვთქვათ, საარჩევნო პროცედურა და მიღებული იყოს ის შედეგი, რომელიც ამ ხალხმა გაიღო. ანუ ამ ხალხმა ხმები ვისაც მისცა. პოლნისის სასამართლომ ნაციონალური მოძრაობის სარჩელი დააკმაყოფილა რამდენიმე დღის წინ კი სასამართლომ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სარჩელის დააკმაყოფილა და მარნეულის 50-ე საარჩევნო ოლქის შედეგები გააუქმა. ნაციონალურმა მოძრაობამ სწორედ სასამართლოს ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა. პოლნისის სასამართლომ ეს საჩივარის დააკმაყოფილა და 50-ე საოლქო საარჩევნო კომისიას ბიულეტენების ხელახლა დათვლა დაავალა. გადავთვალეთ თავიდან 50-ე უბანი და იქ აღმოჩნდა ძალიან ბევრი დარღვევები, ასე ვთქვათ, 25 ხმა ერთი სუბიექტისა მიწერილი იყო მეორე სუბიექტთან და უკვე საიამ დააყენა საკითხი იმის შესახებ, რომ ბათილად ეცნოთ 50-ე უბანი და ზუსტად ეს გაგვისაჩივრა ნაციონალურმა მოძრაობამ, ისე გაასაჩივრა ოლქს უჩივლა, ასე ვთქვათ, მაგრამ რა ხდებოდა ხა? ოლქი იყო აბსოლუტურად სუბიექტური, არ ყავდათ კომპეტენტური უფლებადამცველი, აბსოლუტურად დილეტანტი, რომელმაც აღიარა, რომ იყო კანონდარღვევა და თვითონვე დასტური მისცა თავიდან გადათვლაზე, ამ რა ქვია, ბიულეტენების თავიდან გადათვლაზე. ოლქის ინტერესების დამცველი ადვოკატის და ოლქის თავმჯდომარის მიმართ ნამდვილად, ასე ვთქვათ, მათ პროფესიონალიზმში მეპარება ეჭვი იმაში, რომ მათ, რა ვიცი, სრულიად უსუსურად წარმართეს დღევანდელი ოლქის ინტერესების განახორციელეს ოლქის ინტერესების დაცვა და ფაქტობრივად საბოლოოდ მათ აღიარეს სარჩელის საფუძვლიანობა და შესაბამისად, რა თქმა უნდა, სასამართლომ გამოიტანა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სარჩელის დამაკმაყოფილებელი განაჩენი. ლანჩხუთის 61-ე საოლქო კომისიამ არჩევნების საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა. ლანჩხუთში ხმების 60.18% ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატმა თეიმურაზ ჩხაიძემ დააგროვა. ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს კი 35.18% აქვს. პროპორციული არჩევნების შედეგების მიხედვით ხმები ასე გადანაწილდა. 61.55% კოალიცია ქართულ ოცნებას ერგო, ხოლო 34.88% ნაციონალურ მოძრაობას. არჩევნებში მონაწილე დანარჩენმა პარტიებმა ბარიერი ვერ გადალახეს. კომისიის თავმჯდომარე ზვიად ნაკაიძის განცხადებით, ლანჩხუთის 61-ე საოლქო კომისიაში არც ერთი საჩივარი არ შესულა. კონკურენცია მიმდინარეობდა ორ სუბიექტს შორის, ეს იყო ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და ქართული ოცნება. პროპორციული სისტემით არჩევნებში ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ აიღო 7558 ხმა, რომელმაც შეადგინა 34.88%, ხოლო ქართულმა ოცნებამ 13.294 ხმა, რომელმაც შეადგინა 61.45%. ტრენჩის დღემ ჩაიარა ძალიან კარგად, შემეძლია ვთქვა, მთელი ოლქის მასშტაბით. არ შემოსულა არანაირი განცხადება საჩივარი. პარტია სალომე ზურაბიშვილი საქართველოს გზის თავმჯდომარე კახა სეთურიძემ ფოთის მაჟორიტარ დეპუტატს ეკა ბესელიას გამარჯვება მიულოცა. სეთურიძის თქმით, ბესელიამ მოახერხა თავი გაერთმია იმ სირთულეებისთვის, რომლებსაც წინა საარჩევნო პერიოდში ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი ქმნიდა. როგორც სეთურიძემ განაცხადა, საქართველოს გზა ფოთის განვითარების პროცესში აქტიურ მონაწილეობას მიიღებს. მინდა განუცხადო ყველა ფოთოს, რომ მხარში დაუდგებით კოალიციას, მხარში დაუდგებით ხალბატონ ეკა ბესელიას იმისათვის, რომ ფოთმა მიიღოს ის ღირსეული მომავალი და ის ღირსეული დანაპირები, რაც კოალიციამ მათ დაპირდა. უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარის განცხადება სასამართლოზე ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით ორგანიზაცია კონსტიტუციის 42 მუხლით დაუშვებლად მიიჩნევს. კონსტიტუციის 42 მუხლი იმედს გამოთქვამს, რომ მომავალი ხელისუფლება შესაძლებელს გახდის დამოუკიდებელი სასამართლოს არსებობას და ქვეყანაში არ დაუშვებს რაიმე სახის ჩარევას მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში. ორგანიზაცია კოტე კუბლაშვილის იმ განცხადებასაც ეხმაურება, სადაც უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარე მოსამართლის დაჯარიმებაზე საუბრობს. 42 მუხლი მიიჩნევს, რომ დაუშვებელია წინასწარი განცხადების გაკეთება იმ საქმის შედეგებზე, რომელზედაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოს გადაწყვეტილება არ მიუღია. არასამთავრობო ორგანიზაცია ყველა პასუხისმგებელ პირს მოუწოდებს, რომ გადაწყვეტილებების მიღებამდე არ გააკეთონ წინასწარი განცხადებები მოსამართლეთა მიმართ დისციპლინური ზომების მიღების შესახებ, რადგან 42 მუხლი მიიჩნევს, რომ ამან შესაძლოა გავლენა მოახდინოს სხვა მოსამართლეთა დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობაზე.
კოალიცია ქართული ოცნების ლიდერი სინაგოგაში ებრაული სათვისტომოს წარმომადგენლებს შეხვდა ბიზნა ევანიშვილმა კიდევ ერთხელ გამოხატა პატივისცემა ებრაელი ხალხისადმი და იმედი გამოთქვა, რომ ორ ერს შორის 26 საუკუნოვანი მეგობრობა კიდევ უფრო განმტკიცდება. ივანიშვილმა კომენტარი სახალხო დამცველთან არსებულ ტოლერანტობის ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაზეც გააკეთა და განმარტა, რომ სომხებთან დაკავშირებით ნათქვამი ფრაზა არასწორ კონტექსტში იყო გამოყენებული. პატივისცემა გამოხატე ებრაელი ხალხისადმი, რომელსაც მართლაც ძალიან დიდ პატივისცემ. ძალიან ბევრი მეგობარი ყავს ებრაელი, მოსკოვში, საფრანგეთში თუ ამერიკაში და საერთოდ ჩემთვის ეს ხალხია განსაკუთრებული ხალხი. გავიხსენე, რომ აი ებრაელების და სომხების შორს მეთქი, რომ ყველგან ახერხებენ და კოსმოპოლიტები არიან, ძალიან ყველგან ახერხებენ დაფუძნებას და ცხოვრებას, სადაც კარგია ყველგან ცხოვრებად. რასაც ვერ ახერხებს ქართველი და ჩამოჭერს ციტატის ნაწილი და დაბეჭდეს მარტო, რომ აქ რომ ცხოვრობენ მიკვირს. პირიქით მე მივესალმები და საქართველოში ესენი ჩვენი მოქალაქეები არიან, უამრავი განცხადება მაქვს გაკეთებული. პატივისცემა მაქვს მე, უამრავი მეგობარი მყავს. ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ნიჭიერთა მუსიკალური 10 წლედის კუთვნილ შენობაში წუხელ დევნილები შევიდნენ. მათი განცხადებით ისინი შენობაში წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ და ხელისუფლებამ ძალის გამოყენებით გამოასახლა. იძულებით გადაადგილებულები ამბობენ, რომ მათ არ გააჩნიათ მუდმივი საცხოვრებელი ადგილი და ქირის გადახდის საშუალებაც არ აქვთ. მუსიკალური 10 წლედის ხელმძღვანელობა კი კანონდარღვევაზე საუბრობს და აცხადებს, რომ მათ გააჩნიათ საკუთრების დამადასტურებელი ყველანაირი საბუთი და შესაბამის ორგანოებს წარუდგენენ. არავინ არსად არ დაუკმაყოფილებიათ. რამდენიმე კაცი არ ვიცი ალბათ ვისაც მთავრობასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, სახლი მიწეს, კომპენსაცია მიწეს 3-4 ოჯახი. არ შემოვჭრილართ ჩვენა? ჩვენ აქ ცხოვრობდით, რომ გაგვიყვანეს წელწად ნახევარი და ბინისკირა რო გვახტებინეს. არის რამე? ყოფილიყავით ის წელწად ნახევარი, რა იქნებოდა? შეიცვალა ცხოვრება, შეიცვალა მთავრობა, ვიცი მოვა და სადისტი არ არის ის მთავრობა, არაფერს არ მიზამს, ან გამიყვანს, ან მაცხოვრებს. საფუძვლად ის არის, რომ ამ ეს პატივისცემული ხალხი უნდა მოვიდნენ აქ და იგრძნონ თავი უკეთესად და მეორე არის ის, რომ ის ბავშვები რჩებიან ქუჩაში. როგორც ამბობენ, თურმე ეს რაღაც აქ ცხოვრობდა ზოგიერთი ეს მუსიკალური სკოლის მხარი ამბობს, რომ ეს საერთოდ სხვა ხალხი არის, ვინც ახლა მუსიკალური სკოლა ამბობს კიდე, რომ ეს კანონიერად გადაეცა მას ეს შენობა. დედაქალაქელებს თბილისობა გიგი უგულავამ მიულო საქალაქის მერმა ტრადიციულ საწნახელში ღვინოს ზალ სამადაშვილთან კიევის, ხარკოვის, ოდესის, ერევნის და ბაქოს მერებთან ერთად დაწურა. უგულავას განცხადებით მერიას უამრავი პროექტი აქვს დაგეგმილი და მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს. თბილისობა 2012 ფარგლებში კონცერტები, გამოფენები და სეირნობებია დაგეგმილი. უკვე ტრადიციულად მტკვარზე ტივითაც გაისეირნებენ. მინდა ყველას მიულოცო განსაკუთრებით რა თქმა უნდა თბილისელებს, იმიტომ რომ თბილისობა ყველა თბილისელის დღესასწაულია. მშვიდობა, განვითარება უსურო, ემოციების დაწყნარება, ყველაფერი ძველის დავიწყება და ცხოვრების გაგრძელება. თბილისობა ამ გაგებით ყველაზე საყვარელი დღესასწაულია თბილისელებისთვის. უამრავი სტუმარი ჩამოგდეს, აბსოლუტურად განსხვავებული განწყობა. პროგრამაც ჩემის აზრით საკმაოდ საინტერესოა. როცა საწნახელში ჩავდგები ხოლმე მეგობრებთან ერთად, სტუმრებთან ერთად, თბილისელებთან ერთად თუ თელაველებთან ერთად მნიშვნელობა არა აქვს მაგას თუ ზუგდიდელებთან. ასეთი განცდა მაქვს, რომ ჩემ ძარღვებში ცოცხლდება გენეტიკა და ცოცხლდებიან ჩემი წინაპრები და მე იმათთან ერთად უშრომობდა. იმათი ძალას მემატება, იმიტომ რომ არა ვარ ეხლა პატარა ბიჭი 58 წლის კაცი ვარ და საკმაოდ დიდხანს ვიმუშავებ. ისე რომ მუხლები არ დამღლია. და უბრუნდებით კონსულტაციებს, რომელიც ბიზნეს ცენტრში იმართება. ამ დროისთვის შეხვედრაზე ირაკლი ალასანი და სოზარ სუბარი იმყოფებიან. დილიდან კოალიციის ლიდერთან შეხვედრაზე იმყოფებიან რამა საყვარელიძე და გია ხუხაშვილი, ხოლო რეზიდენცია გიორგი მარგველაშვილმა უკომენტაროდ დატოვა. აჯეროდ გამოაცხადა ბიზნესმენებმა, რომ მას აქვს ძალიან კაფეო წარმოდგენა, ვინ უნდა იყოს და აი ამ გეგმაზე დავამსჯელობა. მე ვერ დაგისახელებ ვერავის, იმიტომ რომ ეს არის ლიდერის პრეროგატივა, ის დაასახელებს. ჯერ კიდევ კონსულტაციები გრძელდება. თქვენ თუ განიხილებით რომელიმე კანონი? არა, მე ვთქვი, რომ მე ესე რომ ვთქვათ, ჩემი ფუნქცია ამოწურე ამ პროცესში. მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან დიდ ფასად დამიჯდა
განხილვის მხრები და მე რაც იყო ის ჩემი ამოცანა. ჩემი ამოცანა იყო რომ ქვეყანაში დაწყებულიყო ცვლილებები. მე ვბრუნდები საზოგადოებაში და საზოგადოების მხრიდან იმას არ გამოვიცხაო რომ უკვე ახალი ხელისუფლებაც ვაკრიტიკო ხოლმე ეს ხელისუფლება ძალიან დაჯილდოება მე მგონი. ამ დროისთვის სულ ეს იყო უახლესი ინფორმაციით ზუსტად 6 საათზე დაბრუნდებით და არჩით ჩვენ საქმე.